იცოდით, რომ თბილისის ცირკის ქვეშ ორსართულიანი ბუნკერი იყო? 1930-იან წლებში ლავრენტი ბერიამ გადაწყვიტა თბილისში ახალი ცირკის აშენება, მაგრამ ეს არ არის ამბავი ცირკზე. პარალელურად მისი გეგმა ბევრად უფრო საიდუმლო და გრანდიოზული იყო. მიწისქვეშა ბუნკერი. ცირკის პროექტში ჩართეს ინჟინერი ვლადიმერ ურუშაძე, გვირაბმშენებელი სპეციალისტი. ბერიამ მას უთხრა, რომ ბუნკერი შენდებოდა არა თავდაცვისთვის, არამედ თესლების შესანახად. ერთგვარი ნოესკიდობანი მცენარეებისთვის. 1935-37 წლებში აშენდა ორსართულიანი ბუნკერი დაახლოებით 80 მეტრის სიღრმეზე. ფართობი იმდენად დიდი იყო, რომ სატვირთო მანქანაც კი ეტეოდა. ბუნკერს ორი ფარული შესასვლელი ჰქონდა სამხრეთ და ჩრდილოეთ მხრიდან. ინჟინრები და მუშები გასაიდუმლოებულად მუშაობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ცირკის ფუნდამენტზე მუშაობდნენ, როდესაც სინამდვილეში ბუნკერს აშენებდნენ. 1937 წლისთვის ბუნკერი მზად იყო. მალევე დაიწყო მისი ფუნქციონირება. ღამღამობით სპეციალური ყუთებით ჩამოჰქონდათ სათესლე მასალა მთელი მსოფლიოდან. თითო ყუთში 100 კილოგრამი თესლი იყო, ნუმერაციისა და სიის მიხედვით. ოფიცერი დომენტი სურგულაძე, რომელიც 20 წლის განმავლობაში მართავდა საცავს, იხსენებდა, რომ ყველა სახის მცენარის თესლი ჩამოჰქონდათ უცხოეთში და ბერიამ ასე უბნებოდა, რომ ერთი მარცვალიც რომ გაფუჭებულიყო პასუხსაგებდა. საცავში ისეთი უნიკალური ჯიშებიც იყო, რომლებიც ექსპორტზე გასატანად აკრძალული იყო. მაგალითად, ლურჯი ქლიავის კურკები ბრაზილიიდან, რომელიც ოქროზე ძვირად ფასობდა და სეკვოიას თესლი აშიშუდან. ისტორიკოსების აზრით, ბერიას ორი მიზანი ჰქონდა: ბირთვული ომის შემთხვევაში კაცობრიობის გადარჩენა და აგრარული მეცნიერების განვითარება საქართველოში. 1953 წელს ბერია დააპატიმრეს და დახვრიტეს. რამდენიმე წელიწადში, როცა ხრუშოვმა დაიწყო სტალინის კულტის წინააღმდეგ კამპანია, ცირკქვეშა ბუნკერი დალუქეს. კგბ-ის თანამშრომლებმა ერთ კვირაში ყველა ყუთი გამოზიდეს და მოსკოვში წაიღეს. შემდეგ ბუნკერის შესასვლელები ამოქოლეს და ორსართულიანი ნაგებობა თვლით აავსეს. დღეს ბუნკერის არსებობა ოფიციალურად დოკუმენტებით არ დასტურდება, თუმცა ინჟინრებისა და უშიშროების ოფიცრების მოგონებები ერთმანეთთან თანხვედრაშია. პროფესორები და მეცნიერებიც აცხადებენ, რომ ეს ამბავი სიმართლეა და საქართველოში ერთ დროს მართლაც არსებობდა მსოფლიოს პირველი გენეტიკური თესლის ბანკი 50 წლით ადრე, ვიდრე ნორვეგიაში აშენდებოდა. თუ მსგავსი ვიდეოები მოგწონთ, არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა.